პირველ რიგში შევაფასოთ ეს ახალი ინიციატივები, საკანონმდებლო პარტიების აკრძალვა, ალბათ თქვენ შეგეხებათ, თქვენს პარტიას აკრძალავენ. ამის გარანტია შემიძლია უკვე მოგცეთ, ისეთ ეტაპზე გადავიდა და არა მარტო პარტიას აკრძალავენ. თქვენ პირადად, ეხლა კანონი შემოაქვთ, აგეგზალებათ პოლიტიკურ საქმეობა როგორც ამ პარტიის წევრს, რომ სხვა პარტიაში ვერ მოახერხოთ გაწევრიანება. თუ სხვა პარტია გაგაწევრიანებთ, მე იმასაც აკრძალავთ. მოკლედ ასეთ ვითარებაა და რასაკვირი? არაფერს მე მეჩნია რომ ჩვენ როცა ვარ ვთქვით საპარლამენტო მანდატებზე უკვე ვიყავით ჩამოყალიბებულ პოზიციასთან რასთან მქონდა საქმე შესაბამისად როცა ხელისუფლება ყალიბდება როგორც რეჟიმი მას უნდა დაუპირისპირდე როგორც დისიდენტი და როგორც პოლიტიკოსი ხა პოლიტიკოსი ხარ მანამდე სამდე შენ ამის შესაძლებლობას გაძლევ თუ პოლიტიკოსობას აგიგზავნებენ გახდები დისიდენტი ეს პერიოდი გამოიარა ქართულმა საზოგადოებამ 70 წელი ყველა ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა კომუნისტური რეჟიმისაგან იყო პოლიტიკურად აქტიური უბრალოდ იმხანს ერქვა დისიდენტები და ხა თუ ჩვენ დისიდენტების რეჟიმში გადავალთ შეიძლება ამას რაღაცა რომანტიკული კონტექსტიც ჰქონდეს მე სულ არა ვარ მაგას ვარ საერთოდ აღჭირდება პოლიტიკოსის სტატუსი ხო სავსებით მოიგებ დისიდენტის სტატუსს და პრინციპში ხო ნუ შეიძლება მართლაც ასეთი დრო დადგეს ანუ წარმოდით რა რაზე ვლაპარაკობთ დღეს 2025 წელს რომ საქართველოში პოლიტიკოსები უნდა გადავიდნენ დისიდენტურ მოძრაობაში. ანუ დისიდენტური მოძრაობა უნდა დაბრუნდეს ის რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს. ნუ ახლა როცა მოცემულობას იქნიან და გეუბნებიან რომ პარტიის წევრი ვერ იქნება, ხო გასაგებია რომ კონსტიტუციური ეს ვერ იქნება, მოქმედი კონსტიტუცია შენ გაძლევს პარტიებში გაწევრიანების სრულ თავისუფლებას. ახლა შეზღუდვა რაღაცა ნიშნით რომ შენ რომელიღაცა პარტიის წევრი იყავი მანამდე, ახლა ესე იგი თეორიულად მე რომ მოვინდომ ხალხნებაში დაბრუნება და დამაბრუნონ, ფერე ოცნება უნდა იგრძალოს, ხო? ხო, ეგრე გამოდის ოცნების კანონმდებლობა. ხო, ესე იგი მე მაგ ოცნების კარებით მაგ მხრივ ჩაკეტილი მაქვს. ნამდვილად არ ვაპირებ დაბრუნებას. ახლა ვჯელობთ როგორც იურიდიული კაზუსების თვალსაზრისით, ხო? ახლა პარტია, რომელიც 12 წელს მოვიდა მართლა ადამიანის უფლებების დაცვის ლოზუნგით და მე მშვენივრად მახსოვს ქართული ოცნების პროგრამა და მე რას ველაპარაკებოდი საზოგადოებას და რა განწყობა იყო მაშინ თავარი პრეტენზიები ნაციონალურ მოძრაობის მიმართ არ იყო თქვათ ფუნდა სოციალური საკითხები კი ყველა ხელისუფლების მიმართ არის პრეტენზია რომ უფრო მეტი პენსია უნდა მიცე უფრო მეტი სამუშაო ადგილი შექმნა უფრო ნაკლები ფასები უნდა იყოს და ეს მუშაობს საზოგადოებაში მაგრამ ეს არ იყო განსაზღვრული მაშინ თავარი არგუმენტები იყო სამართლიანი სასამართლო, აპოლიტიკური ძალოვანი სტრუქტურები, ადამიანის უფლებები, ხა, როცა შენ ადამიანთა რაღაცა წრეს მარტო იმიტომ რომ ეს წრე შენ არ მოგწონს ან არ გაკმაყოფილებს ან რაღაცა დისკომფორტს გიქნის, აუგზავნო პოლიტიკურ საქმიანობას, ესე იგი მე არ დამოვიწყდება ერთხელ ბიძინა ივანიშვილმა რაღაცა საკითხზე ნებას დამხტვა მოყვები ამას თუ ეთერის ფორმატი ამ შესაძლებლობას მოხდეს მარიხუანას კულტივაციის თემაზე იყო დავა ეს საკითხი ყველას დაავწა რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებდა საქართველოში მარიხუანას პლანტაციების გაშენებას და როცა ამ თემაზე ვკამათობდით და მე ეკონომიკური და სხვა არგუმენტები ამოვწურე და შევატყო რომ მისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ახლა უცნედი რომ თუ შენ ეკონომიკური ზრდა და შენი ბიზნესი ქვეყანა არ ვითარდება ეკონომიკურად და ძირითადად გინდა მარიხუანად გადაფარო ეკონომიკური ზრდა ეს არის აბსოლუტურად არალოგიკური და თუ დიდ ბრიტანეთში მარიხუანას აწარმოებენ მაგრამ იქ აქვს 0 რაღაცა პროცენტი შენ გექნება 50% მეტი ყველა სოფლის მიმართ აღარ არსებობდა საქართველოში და როცა ეს არგუმენტები ამოიწურა აბა კიდე რას მეტყვიო და მითხარ მადლი არ გექნება მეთქი რა მაგას თუ გააკეთებ თქვა აი მაგ ტერმინებით თუ ვინც ლაპარაკობს იმას პოლიტიკაში არავინ არაფერი არ ესაქმება და აქ პრობლემა ის კი არა რომ ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია რომ მე პოლიტიკაში არ მესაქმება იმის გამო რომ მადლით ესეთ მადლის და ცოდვის კატეგორიებით საუბრობ პრობლემა ის არის უკვე სამართლებრივი დონეზე წვითავს იმას ვინ იქნება პოლიტიკაში და ვინ არ იქნება პოლიტიკაში. ესე იგი, მისთვის სასურველი ხარ, იქნები ოპოზიციაში. არა ხარ სასურველი, ოპოზიციაშიც ვერ იქნები. ესე იგი, ოპოზიცია იქნება მთლიანად მარიონეტული და გაფორმებული ხელისუფლების მხრიდან. ივანიშვილი აღწევს ამით თავის ოცნებას, რასაც ქვია რა, რეალურად რომ არა მარტო მარიონეტული ხელისუფლება ყავდეს, არამედ რომ ყავდეს მარიონეტული ოპოზიციაც და ეს რაღაცები ბევრ ქვეყანაში ხდება, ჩემთვის მიუღებელი და საძულველია შუა აზიის ქვეყნებში ასეთი რაღაცები და ის ქვეყნები ვერ ვითარდებიან, ისინი ფეოდალიზმის დონეზე არიან დარჩენილები. მე მგონია რომ ჩვენ
ამ ყველაფერს არ უნდა შეუერთდეთ და ახლა მე პოლიტიკოსი ვიქნები თუ დისიდენტი, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის რაც უსამართლოა და ბოროტია, იმას უნდა დავუპირისპირდე და იმის შესაძლებლობით, რასაც დაგიტოვებ. კი ბატონო, მაგრამ ბრძოლა როგორ უნდა გააგრძელოს? ოპოზიციამ, პროტესტმა, მithuedas 4 ოქტომბრის შემდეგ ბევრი ფიქრობს, რომ დიდი ზიანი მიაყენა ამ პროტესტს. შენ რას ფიქრობ ამ 4 ოქტომბერზე ეს ვითხარი და მე როგორ ფიქრობ, რა არის შესაძლებელი, თუ არის რამე შესაძლებელი? მე არ მინდა ჩემი პოზიციით 4 ოქტომბრის ორგანიზატორების მიმართ რაღაცა ესეთი პოზიცია დავიკავო, რომ ისინი გამოვიყვანო დამნაშავეებად იმაზე აქცენტირებით, რომ რაღაცა ორგანიზაციულად ის არ გაკეთა, როგორც საჭირო იყო. გზავნილები შეიძლება სხვანაირი უნდა ყოფილიყო, მოლოდინი სხვანაირი შექმნილიყო, მაგრამ ამაზე აქცენტირება უსამართლოა ჩემი მხრიდან რა, როცა იქით ამ ხარი არის ბოროტი და უსამართლო და ძალადობრივი, მე ამ შემთხვევაში ხელი გავიშვირო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ციხეში იმყოფებიან და რომელთა სურვილიც თანხმედრაში იყო ყველა იმ ადამიანის სურვილთან, ვინც იქ შეიკრიბა. ჩვენ ეკობახიძის ფრაზის იმას ფორმულირებას გამოვიყენებ, ჩვენ მორალურად იმ ადამიანებთან ერთად ვიყავით. იქ ორგანიზაციულად როგორ კეთდებოდა? თქვენ იზიარებთ პასუხისმგებლობას. მორალურს კი. ყველაფერზე რაც მოხდა. მორალურს კი, ახლა იქ რაც მოხდა უშუალოდ პრეზიდენტის სასახლესთან. მე მაგაზე მერაბ ძალიან კარგად მესმის, რომ რეჟიმი პროვოცირებას უკეთებს ადამიანებს მათ შორის რაღაცა აგრესიაზე. და იქ მოხრეხნეს თუ არა ჭიშკარი ფსიქოლოგიებში, ადამიანების ფსიქოლოგიაში ჭიშკრები უკვე მოხრახნეს მაგათმა რა. აი როცა 1799 წლის რევოლუციაზე საფრანგეთში ვსაუბრობთ, არ შეიძლება თქვა, რომ ის ადამიანები, ვინც შეიჭრნენ ბასტილიანში, ისინი იყვნენ დამნაშავეები. დამნაშავე იყო ლუი მე-16 და არა იმდენად მე-16, რამდენად მე-14, რომელიც იძახდა, რომ სახელმწიფო მევარო. იმათმა შექმნა საზოგადოების ცნობიერებაში ის, რომ უნდა დაინგრეს დანაშაულებრივი რაღაც ბოროტების წყარო, დანაშაულებრივი შენობა, რომელიცგანაც ეს რაღაცა წყარო გამოდის და ადამიანების ცნობიერებაში თუ ეს ჩნდება, მე რა თქმა უნდა ძალადობას ზოგადად ვერ გავამართლებ, იმიტომ რომ პირიქით გამოვდივარ ჩვენ ძალადობის წინააღმდეგ, სახელმწიფო ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც შობს ამ აგრესიას. ოღონდ თუ იქნება ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფო, იქ ძალადობა არათუ არ იქნება ამისი ცნობიერებაშიც არ იქნება ამისი ასახვა. ძალიან ბევრი უსამართლობაა. ახლა ამ უსამართლობას ადამიანმა როგორ უნდა შეხედოს? ახლა აი გეუბნებიან პარტიებს გავაუქმებთ. ეს ხო მარტო ჩემ პოლიტიკაში ყოფნა არ ყოფნაზე და ვიღაც პოლიტიკაში საოცარ ვითარება იქნება ქვეყანაში. პარტიებს გავაუქმებ მარტო მასე კი არ არის. პერსონებს გავაუქმებ პოლიტიკაში. ანუ პარტიებსაც გავაუქმებ და იმ პარტიის წევრებს, მაგალითად გედი ფოფხაძეს მე გადავწყვეტ, აქ უფლება პოლიტიკაში მონაწილეობს თუ არა აქვს? სახელმწიფო გვეუბნება, თავისას მიაღწია. იმ პარტიას ვის გედის მიიღებს? ივანიშვილმა მე რომ მითხრა რომ აი შენ რომ მადლის რაღაცა კეთროვანი იქნება. მადლის კატეგორიით საუბრო პოლიტიკაში ყოფნის უფლება არ აქვს, ესე იგი. ეხლა თვითონ საუბრობ მადლზე, რელიგიაზე, ტრადიციაზე და რავი, ყველაფერზე. ჩემთვის ასაცილოც აღარ არის, იმიტომ რომ რაღაცა უნდა გეკუთვნოდეს, უნდა შენგან ბუნებრივი უნდა იყოს ის რაზეც ლაპარაკობ და ტრადიციებზე და რეალურად ადამიანები, რომლებსაც აქ ერთადერთი თვითმიზანი რო იყვნენ ხელისუფლებაში და ეს ქვეყანა ჯიბეში ჩაიდონ და მოირგონ თავის თავზე, ამ ადამიანების მხრიდან ყველანაირი ღირებულებების საუბარი არის სპეკულაცია. და ხო გასაგებია, რასაც აკეთებს